მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ელთოს საპარლამენტო დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს. დილიდან დისკუსიები გაიმართა შალვა პაპუაშვილთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. შეხვედრა შედგა გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრებთანაც. მრავალი თვის თანამშრომლობის შემდეგ ჩვენ გქონდა შეხვედრა ყველა მხარესთან საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში. მე ასევე ვიმყოფებოდი კიევში და შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის ოქტომბერში. შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს ვენაში და დღეს აქ ვიმყოფები. როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩვენ გვაქვს შეხვედრები ყველა მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციის წევრებთან. ჩვენ გქონდა ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან. ჩვენ ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამ ქვეყნის ყველა გამოწვევის შესახებ. ჩვენ ხვალ გვექნება პრესკონფერენცია და უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ. მიზანი არის დიალოგის გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს და მის გარეთ ცდილობს, რომ საქართველოს მოსწოს ჩირქი. თავარი დასკვნა რაც გააჟღერა მისის ხელმძღვანელმა 2024 წელს, საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა. დელეგაციას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ასე ვთქვათ ქმედებებთან თუ განვითარებებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-11 მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით, როდესაც ოპოზიციამ საკუთარი ოპოზიციამ დემოკრატიის უარყოფით სცადა ძირი გამოეთხარა ქართული დემოკრატიისთვის მანდატების გაუქმების გზით. ჩვენ გარდა ამისა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად პოლიტიკური ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური დღესდღეობის გასატარებლად, როგორც ამას მაგალითად პასეს შემთხვევაში, ევროპარლამენტის შემთხვევაში ახერხებენ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საბედნიერო ჯერჯერობით ამ გავლენისგან არის მეტნაკლებად დაცული. ვაწოდეთ ინფორმაცია, გასაგებია ყველასთვის, რომ ქართული პოლიტიკის ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში და ამ ხრივ განსაკუთრებული მოლოდინი ბავშვი არ არის ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტისგან, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მით უფრო ეუთოს და ისეთ უმაღლეს დელეგაციას, როგორც ეკუთვნება საქართველოში, თავის უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. მათი ასე ვთქვათ ოფიციალური მიზანი, რაც ჩვენს დაგვიდასტურეს, არის პოლიტიკური ასე ვთქვათ დიალოგის გააქტიურება საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს შორის. თბილისში მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, არასაპარლამენტო ოპოზიციის და ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოპოზიციის განცხადებით შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევაზე ისაუბრეს, რაც საქართველოში დემოკრატიას არსებული რეჟიმის პირობებში გააჩნია. მათი მთავარი სასაუბრო თემა პოლიტპატიმრების განთავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება და ზოგადად ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა იქნება, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს. ხოლ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძე შეხვდებიან. ჩვენი მთავარი თემები დღეს იქნება, რა თქმა უნდა, ის პირობები, რომელიც უნდა შეიქმნას ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. ეს არის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ეს არის რეპრესიული კანონების გაუქმება და ზოგადად რეპრესიების გაუქმება და შეჩერება ამ ქვეყანაში და ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის ის საკითხები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით, რომ არის რეალურად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა. ჩვენ ცხადია გვექნება საუბარი ყველა ძირითად გამოწვევაზე, რაც დღეს გააჩნია ჩვენს დემოკრატიას, ქოცურ რუსული რეჟიმის ავტოკრატიული პოლიტიკის პირობებში და რა თქმა უნდა, ჩვენს კოლეგებს და პარტნიორებს გავასწოროთ ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ უნდა გამოვიყვანოთ საქართველო და ქართველი ხალხი აი ამ ძალიან მძიმე კრიზისიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო პოლიტიკურ სისტემას, არამედ ეკონომიკურ სისტემას და თითოეული ქართველის კეთილდღეობას. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს. შეზღუდვები რაც დაწესდა ამ ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება და იზრდება დროსთან ერთად და უფრო მეტად ფაქტობრივად დემოკრატიას აღრჩევს ამ ქვეყანაში და ამ შესახებ მქონდა ჩვენ საუბარი, თუ კონკრეტულად რა პრობლემები არის სხვადასხვა ჯგუფებთან დაკავშირებით ჩვენ სექტორში, რა პრობლემები აქვს და როგორ ზღუდავს ასეთი რეპრესიული კანონმდებლობა
დაწესებულება და მათი აღსრულება აი ამ სამოქალაქო სივრცეს, რაც ქვეყანაში ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს. სუსმა 12 სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით 30 პირი დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი. პირველი საქმე. ახმეტის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ერთი მოქალაქე. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირის დახმარებით ახმეტის რაიონის სოფელ კასრის წყალში საკარანტინე სივრცის მოსაწყობად 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3000 ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით და 25-328 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი. გამოძიებით გამოვლინდა, რომ მეხანძრე მაშველი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით საბერძნეთის მოქალაქეს სავაჭრო ჯიხურის გასახსნელად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ქირით აღებასა და შემდგომ საქმიანობაში მფარველობას სანაცვლოდ 5000 ლარი მოსთხოვა და წინასწარ 1300 ლარი გამოართვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180 მუხლის მეორე ნაწილის ბ და მესამე ნაწილის აქვე პუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 3 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. პოლიციელების მიერ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეყისას ნივთკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებულთაგან 3 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრდის ქვეშ იმყოფება. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ 4-ვე არასრულწლოვანი ბრალდებული სახით დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლის მეორე, მესამე ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე 1998 წელს დაბადებული აზ და 1999 წელს დაბადებული ეფ ბათუმში დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 261 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეგნატე ნინოშვილის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ქრისტინე საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ოზურგეთელმა მაყურებელმა კიდევ ერთი პრემიერა იხილა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეგნატე ნინოშვილი და ქრისტინეს სცენას და მაყურებელს დაუბრუნდა. კლასიკური ნაწარმოები ახალი ინტერპრეტაციით, ახლებური მიზანსცენებით, საინტერესო მუსიკითა და ქორეოგრაფიით. ოზურგეთელმა მაყურებელმა ქალის ისტორია იხილა, მძიმე სოციალური ყოფით, ტრაგედიით, რომელიც იძულებულია უსამართლო გარემოს გაერიდოს და თავი ემიგრაციაში შეაფაროს, სადაც ორმაგ სირთულესა და ჩაგვრას ტრაფიკით პირისპირ აწყდება. რეჟისორის მთავარი სათქმელიც ესაა. სპექტაკლის რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი მარიამ სიხარულიძეა, დადგმის მხატვარი თეო კუხიანიძე, ლოდბარი ლედი კეჭაღმაძე, მუსიკალური გაფორმება ნინო სიხარულიძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია მარიკა ქვეითაიას. სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრის მსახიობები, განახლებული შემადგენლობით და თეატრალური სტუდიის მოსწავლეების მონაწილეობით. საპრემიერო ჩვენებამ მაყურებლის დიდი ინტერესი და დადებითი შეფასება დაიმსახურა. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქალაქისთვის. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაცოცხლდა დიდი ქართველი მწერალის ეგნატე ნინოშვილის ერთ-ერთი ემოციური ნაწარმოები ქრისტინე. ნინოშვილის შემოქმედება ქრისტინე არის ამბავი სიყვარულზე, განცდაზე, ტკივილზე და იმ ძიმე რეალობაზე, რომელსაც ადამიანები ხშირად ხვდება. სწორედ აქ სცენაზე სიტყვა იქცა ემოციად, ემოცია განცდად, ხოლო განცდა კი ფიქრად, რომელიც თითოეულ ჩვენგანთან მიყვება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს დას, თეატრალურ დას, რეჟისორს, მსახიობებს და იმ თითოეულ იმ ადამიანს, რომლებმაც დღევანდელი საღამოს ორგანიზება ასე ლამაზად მოახერხა. ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ ოზურგეთში ვარ, გურიაში ვარ, ჩემს კუთხეში ვარ და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი ქალიშვილის სპექტაკლზე ვარ და მე უპირველეს ყოვლისა მინდა თეატრს პრემიერა მიულოცო და მადლობა უთხრა ოზურგეთის თეატრს, ბატონ ვასოს, ბატონ ზაზას იმისათვის, რომ მარიამს ყველანაირი პირობა შეუქმნეს, რომ აი ამ შესანიშნავ დასთან ერთად ესეთი ნამუშევარი მოეწოდებინა მაყურებლისთვის. მე მგონი სპექტაკლი შედგა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ თავისი სათქმელიდან გამომდინარე და თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სადადგმო ჯგუფი ამას ვერ გაექცეოდა. შესაბამისად, მინდა მიულოცო თეატრს წარმატებული პრემიერა და უსურვო აი ესეთი წარმატებები და მრავალი სიახლეები და სიკეთე ამ თეატრს. დიდი მადლობა პირველ რიგში ოზურგეთის თეატრს, მთელს ქალაქს, დას ესეთ ფილად მიღებისთვის. მთავარი სათქმელი ჩვენი რაც არის გამომდინარეობს დღევანდელი პრობლემიდან, რაც საერთოდ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია. ეხლა ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილი ეპშტეინის ფაილები, სადაც ტრაფიკინგზე არის პირდაპირ საუბარი, ახალგაზრდა ბავშვები როგორ ჩაყავთ იქ და როგორ ძალადობენ მათზე. და ეს არა მარტო საქართველოს პრობლემა, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა დღეს. და ჩვენი სათქმელიც ზუსტად ეს არის, მუხრა მაჭავარიანის ერთი ლექსიდან გვაქვს გამოყენებული ფრაზა დუმილი რეკავს. ჩვენ ხშირად ვდუმავთ ისეთ ამბებზე, რასაც არ უნდა ვდუმდეთ და პირიქით ძალიან ხმამაღლა უნდა ვლაპარაკობდეთ, უნდა ვბრაზდებოდეთ ამ ამბავზე, საკუთარ თავებზე. და იმედია, რომ ერთი ადამიანს მაინც მოხვდებოდა ეს გულზე და ცოტა სხვანაირად დავიწყებთ ფიქრს. რთულია გულგრილად ჩაუარო ამ ტიპის და ამ ხასიათის ნაწარმოებს, ამდენი პრობლემის მქონე ნაწარმოებს. ჩემი პირველი ნაბიჯებია ამ სცენაზე
მე მინდა მადლობა გადავუხადო თეატრს, მის ადმინისტრაციას, კოლეგებს, ვინც პარტნიორობა გამწია ძალიან მშვიდი და გულწრფელი მდგომარეობა მქონდა უცხო გარემოში და ძალიან დიდი მადლობა ისევ მარიამს ამ საინტერესო ვერსიისთვის, ამ კლასიკური პრობლემის, კლასიკური გადაწყვეტისთვის. ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მშობლიურ მხარეში, მშობლიურ თეატრში და ესეთი საპასუხისმგებლო როლის შესრულება არ იყო მარტივი და მით უმეტეს ქრისტინე უკვდავი კლასიკაა და ის სირთულეები, რაც ამ გოგომ გადაიტანა მოკლე დროში, ძალიან რთული იყო, რომ მაყურებლამდე პატარა დროში მიგვეტანა და გადაგვეცა მთელი ემოციებით. არ იყო მარტივი მუშაობა, ძალიან რთული იყო, მაგრამ ქალბატონ მარიამთან მუშაობით, შევძელით და შევქმნით ჩემი აზრით საკმაოდ კარგი სპექტაკლი. იმიტომ რომ 1982 წლის შემდგომ, როცა ჩვენ მე და ჩემმა თეატრმა მაშინ დავდგით ეგნატე ნინოშვილის ოქროს ნალი. იმის შემდგომ ეგნატე ნინოშვილს არ მიბრუნებია ქართულ თეატრში არავინ და მარიამ სიხარულიძემ გადადგა ეს ჩემთვის პირადად საოცარი ვაჟკაცური ნაბიჯი, რომ თანამედროვე ინტერპრეტაციით მივიდა ქრისტინესთან და შექმნა საოცრად საინტერესო სპექტაკლი. აი ეს პირველი ბედნიერება. შემდგომ ის რომ ჩვენი თეატრის 4 ახალი მსახიობი პირველად იდგა დღეს თეატრის სცენაზე, მე მათულოცავ, წარმატებებს უსურვებ და განსაკუთრებით გამოვყოფ ჩვენ გაზდილ მარიამ გუჯაბიძეს, რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი ქრისტინეს როლს, კიდევ ერთით საინტერესო პლასტით გამოჩნდა ჩვენი თეატრის სტუდიელები, რომლებმაც უზარმაზარი ტვირთი აიღეს თავის თავზე და რა თქმა უნდა ჩვენი თეატრის მაგარი არტისტები, მე მათ ასევე ვეძახი, მაღალი პროფესიონალები, რომლებმაც ყოველ მხრივ შეუწყეს ხელი რეჟისორს და სადადგმო ჯგუფს. დღეს ბევრი ძალიან საინტერესო და ლამაზი ფაქტი შედგა ოზურგეთის თეატრში. ეს გახდა ჩემ ხალხთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.